სოფლიოში უამრავი ადგილია, სადაც ადამიანების ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათოა. დაწყებული მოწამლული უდაბნოებიდან დამთავრებული იმ მღვიმეებით, რომლებიც მეცნიერებსაც კი აშინებს, ამ ეპიზოდში პლანეტის ყველაზე საშიშ ადგილებს გაჩვენებთ. პრიპიატი სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი მოჩვენებაა. ზოგიერთისთვის ეს ადგილი ადამიანის გამანადგურებელი ბუნების სიმბოლოს წარმოადგენს. ქალაქი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ 1970 წელს აშენდა. ის ახალგაზრდა ოჯახებისა და სადგურში მომუშავე სპეციალისტების სახლი იყო. იმ ადამიანების, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ეს ადგილი სულ რაღაც 16 წლის შემდეგ გამანადგურებელი კატასტროფის ეპიცენტრად იქცეოდა. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში აფეთქება მოხდა, რამაც ამ რეგიონის ბედი სამუდამოდ შეცვალა. ავარიის შედეგად პრიპიატის მთლიან მოსახლეობას დაახლოებით 50,000 ადამიანს საკუთარი სახლების სამუდამოდ დატოვება მოუწია. ამ შემთხვევის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ტრაგედიის შედეგები დღესაც იგრძნობა. ქალაქი კვლავ მიტოვებულია და იქ შესვლა მხოლოდ ოფიციალურ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად კაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა შესაძლებელი. უმეტეს რაიონში რადიაციის დონე სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ის ბუნებრივ დონეს მაინც აღემატება. ქუჩები, სადაც ოდესღაც ბავშვები დადიოდნენ, ახლა ხეებითა და ბუჩქებითაა დაფარული, ხოლო საბჭოთა სიმბოლოებით დატვირთული ცარიელი სახლები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ინგრევა. ეს სიჩუმე და სიცარიელი ქმნის განცდას, რომ აქ სიცოცხლე სამუდამოდ გაჩერდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ზონაში დასაბრუნებლად ადამიანებს კიდევ 50-დან 60 წლამდე დასჭირდებათ. ამ დროის განმავლობაში რადიოაქტიური ელემენტები ნაწილობრივ დაიშლება და ყველაზე საშიში ადგილები სამუდამოდ დაილუქება. წარმოუდგენ ლაჩხერს, მაგრამ დღესაც კი ჩვენს პლანეტაზე კვლავაც არსებობენ ცივილიზაციის განსრულიად იზოლირებული ტომები. მათ შორის არიან სენტინელებიც, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტომად ითვლება. ეს ტომი ბენგალის ყურეში მდებარე ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე ცხოვრობს. კუნძული ხშირი ტროპიკული ტყეებითაა დაფარული, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც კუნძულის შესახებ ასე ცოტა რამ არის ცნობილი მისი მოსახლეობაა. სენტინელები მათთან კონტაქტის ნებისმიერ მცდელობაზე უკიდურესად აგრესიულად რეაგირებენ. ისინი ნავებს და ვერტმფრენებსაც კი შვილდითა და შუბით უტევენ. ანთროპოლოგების შეფასებით ეს ტომი სრულ იზოლაციაში დაახლოებით 30,000 წელი ცხოვრობს და ისინი განვითარების დონით ქვის ხანაში მცხოვრებ ადამიანებს გვანან. ინდონეზიაში მდებარეობს მდინარე, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ჩიტარუმი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ ითვლება. პირველი, რასაც ადამიანები მის ნაპირთან მისვლისას გრძნობენ, დამპალი ნაგვისა და მძაფრი ქიმიური ნარჩენების აუტანელი სუნია. აქ ჰაერი ფაქტობრივად მომწამლელია. მდინარის კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლები საგანგაშოა. ტყვის კონცენტრაცია უსაფრთხო სასმელი წყლის სტანდარტებს 1000-ჯერ აღემატება. საინტერესოა, რომ ჩიტარუმის აუზში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უმეტესობას ნარჩენების გადამუშავების სისტემებზე წვდომა არ აქვს. ამიტომაც ისინი ნარჩენებს ან წვავენ, ან პირდაპირ მდინარეში ყრიან. სამრეწველო დაბინძურება მდინარეს კიდევ უფრო მეტად აზიანებს. რეგიონში 2000-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. ბევრი მათგანი 10 წლეულების განმავლობაში ქიმიურ ნარჩენებს ყოველგვარი გადამუშავების გარეშე პირდაპირ მდინარეში ყრის. ეკოლოგების მიერ მიღებული მონაცემების თანახმად, დაბინძურების შედეგად ჩიტარუმში არსებული თევზის საერთო პოპულაციის 60% განადგურდა. ზოგიერთი ადამიანი მდინარის წყალს საყოფაცხოვრებო საჭიროებებისა და საჭმლის მოსამზადებლად იყენებს, რის გამოც მათ სხვადასხვა დაავადებები აწუხებთ. დაწყებული კანის პრობლემებიდან დამთავრებული განვითარების შეფერხებით ბავშვებში 2009 წელს მდინარის გასაწმენდად აზიის განვითარების ფონდმა დაახლოებით $500 მილიონი გამოყო. თუმცა მასშტაბური პროგრამების მიუხედავად სიტუაცია კრიტიკული რჩება. ეკოლოგები აცხადებენ, რომ ქარხანათა უმეტესობა მდინარეს კვლავ ყოველდღიურად დაბინძურებს. სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ საშიში ლანდშაფტის ნახვა დანაკილის უდაბნოში შეგიძლიათ. ეს ადგილი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ ადგილად ითვლება. ის ეთიოპიისა და ერიტრეის საზღვარზე მდებარეობს. ეს გეოგრაფიული წარმონაქმნი უამრავ საიდუმლოს ინახავს. გოგირდის წყაროები, მდუღარე გეიზერები, მჟავე ტბები და დიდი ზომის მარილის მდელოები ქმნის სცენას, რომელიც სხვა პლანეტის ზედაპირს მოგაგონებთ. ამ არაბუნებრივი პეიზაჟის დანახვისას ერთი რამ ცხადი ხდება. ეს ადგილი ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია. უდაბნო დაახლოებით 250 კილომეტრზეა გადაჭიმული და ის ზღვის დონიდან 125 მეტრით დაბლა მდებარეობს. აქ საშუალო წლიური ტემპერატურა 34 გრადუს ცელსიუსზე დაბლა თითქმის არასდროს ეცემა. ამიტომაც დანაკილის ღრმული პლანეტაზე ყველაზე ცხელ ადგილად ითვლება. აქ წვიმა წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე მოდის. ადგილობრივი ტბები იმდენად გაჯერებულია მარილითა და მჟავებით, რომ ფრინველები, რომლებიც წყალს ეხებიან,
თითქმის მომენტალურად იღუპებიან. აფარისტომის წევრებიც კი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ახლომდებარე რეგიონებში სახლობენ, დანაკილის უდაბნოში შესვლას იშვიათად ბედავენ. ამ რეგიონში მომუშავე მეცნიერები აქ ჩატარებულ ექსპედიციებს ხშირად სიკვდილის სამეფოში მოგზაურობას ადარებენ. ლაჰორი სიდიდით პაკისტანის მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის ტერიტორიაზე ამჟამად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო წლებში ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად იქცა. აქაური სმოგი არა მხოლოდ ხედს აფუჭებს, არამედ ის სერიოზულ გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობაზე. ყურივი ნაცრისფერი ნისლის გამომწვევი მიზეზი, სამრეწველო საქმიანობა, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვა და ავტომობილების გამონაბოლქვია. უქარო ამინდში აქ სუნთქვა წარმოუდგენლად რთულდება, ხოლო ჰაერის გამწმენდები მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუწვდომელია. ეკოლოგების შეფასებით, ლაჰორში ჰაერის ხარისხის ინდექსი ხშირად 348 ბალს შეადგენს, რაც დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება. ევერესტი ის მთა, რომლის შესახებაც ალბათ ყველა ადამიანმა იცის. ეს მთა პლანეტის უმაღლეს წერტილად ითვლება. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 8848 მეტრია. ის ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთა მსოფლიოში ყველაზე მაღალი წერტილია, ის მუდმივად იქცევს ალპინისტების ყურადღებას. პირველი წარმატებული ასვლა 1953 წელს ადგილობრივმა გამყოლმა ტენზინგ ნორგეიმ და ახალ ზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ განახორციელეს. 1993 წლისთვის ევერესტზე ასვლა მხოლოდ 8 ადამიანმა შეძლო. 10 წლეულების შემდეგაც კი მწვერვალზე ასვლა სასიკვდილო გამოწვევად რჩება. რელიეფის გარდა სირთულეს ამინდიც წარმოადგენს. ზაფხულში მწვერვალზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -19 გრადუსია, ხოლო ზამთარში ტემპერატურა ხანდახან -60 გრადუსამდეც ეცემა. ევერესტი რეაქტიული ნაკადის ზონაში მდებარეობს, რაც ხშირ შტორმებს იწვევს. ფარის ნაკადებმა შესაძლოა 160 კმ/სთ მიაღწიოს, ხოლო ზაფხულის მუსონებს ხშირად თან ძლიერი თოვლით ახლავს. დაახლოებით 7925 მეტრის სიმაღლეზე ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონა იწყება. აქ ჟანგბადის შემცველობა ზღვის დონეზე არსებული ჟანგბადის შემცველობის მხოლოდ მესამედია. ჟანგბადის გარეშე კი ადამიანი ძალას და მკაფიო დაზროვნების უნარს კარგავს. ევერესტზე მომხდარი სასიკვდილო შემთხვევების უმეტესობა სწორედ ამ ზონას უკავშირდება. ზოგიერთი ალპინისტის დაღუპვის მიზეზი ჰიპოთერმია ხდება. ნაწილი კი გადაღლილობისა და სტრესის შედეგად საბედისწერო შეცდომებს უშვებს. დღეისათვის ევერესტზე დაღუპული ალპინისტების რაოდენობა 300-ს აღემატება. რიო-დე-ჟანეიროს ფაველები ცნობილი ქალაქის ბნელი მხარეა. ეს ის ადგილია, სადაც დანაშაული და ძალადობა ყოველდღიური რეალობის ნაწილი გახდა. ფაველების მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მაშინ მორო და ფაველას პორტზე პირველი უნებართვო შენობები გამოჩნდა. ამ ადგილას ყოფილი ჯარისკაცები, გათავისუფლებული მონები, ლტოლვილები და ღარიბი მიგრანტები დასახლდნენ. მე-20 საუკუნეში ურბანიზაციისა და სოციალური უთანასწორობის პიკის დროს ეს ადგილი საკმაოდ გაფართოვდა. უმუშევრობამ და ნარკოკარტელების გავლენამ ეს ადგილი ავტონომიურ ზონად აქცია. ექსპერტების შეფასებით, დღეისათვის რიო-დე-ჟანეიროს ფაველებში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს მთის ფერდობზე განლაგებული უბნები კრიმინალურ ბანდებს შორისაა დაყოფილი. უცხო ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ტურისტებისთვის, ფაველებში გასეირნება შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს. პოლიცია აქ მხოლოდ სპეციალური ოპერაციების დროს ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, ფაველები იმ ცალკე სამყაროდ რჩება, რომელსაც საკუთარი დაუნდობელი წესები აქვს. ამაზონის მდინარის აუზში მოგზაურობა საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა. ეს უდიდესი მდინარე ატლანტის ოკეანეში ჩაედინება და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ დელტას ქმნის, რომელიც 100,000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ამაზონის ტერიტორიაზე მილიონზე მეტი სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს, თუმცა ეს მრავალფეროვანი სამყარო ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჯუნგლებში შხამიანი გველები, გიგანტური ანაკონდები და შავი კაიმანები ბინადრობენ. სინაბუნგის მთა ინდონეზიის კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სიმაღლე დაახლოებით 1100 მეტრია. დიდი ხნის განმავლობაში ის შამქრალ ვულკანად ითვლებოდა. ვულკანი თითქმის 4 საუკუნე მიძინებული იყო, თუმცა 2010 წლის აგვისტოში სიმშვიდე მოულოდნელად ქაოსით შეიცვალა. მტვრისა და აირის ნაკადების გამო ახლომდებარე 12 სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია. ბევრმა მათგანმა სახლიდან მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღება მოასწრო. მას შემდეგ ვულკანური აქტივობა შეუჩერებლად გრძელდება. ბოლო წლებში სინაბუნგი დაახლოებით 10-ჯერ ამოიფრქვა, მაგრამ 2014 წლის 11 თებერვლის ამოფრქვევა განსაკუთრებულად დამანგრეველი აღმოჩნდა. ამ შემთხვევის შემდეგ სინაბუნგის ტერიტორია 20,000-ზე მეტმა ადამიანმა სამუდამოდ დატოვა.
უკანასკნელ წლებში სიტყვა ფუკუშიმა ბირთვული კატასტროფის სინონიმად იქცა. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის სანაპიროსთან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 9 ბალს შეადგენდა, თუმცა მთავარი კატასტროფა მხოლოდ ბიძგების ბრალი არ ყოფილა. დამანგრეველი ცუნამის გამო ფუკუშიმა ერთის ატომური ელექტროსადგური გამოირთო. სადგური ელექტროენერგიისა და საგანგებო გაგრილების სისტემის გარეშე დარჩა. შედეგად რეაქტორებში ტემპერატურა სწრაფად გაიზარდა, რამაც ბირთვული საწვავის ცნობა და სამენერგო ბლოკში აფეთქება გამოიწვია. საერთაშორისო ბირთვული მოვლენების შკალით ავარია კლასიფიცირებული იქნა როგორც მაქსიმალური მეშვიდე დონე. ექსპერტების შეფასებით, გამოყოფილი იოდის და ცეზიუმის იზოტოპების მოცულობა ჩერნობილის კატასტროფის დონის 20%-ს შეადგენდა. სახიფათო დაბინძურების გამო ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაახლოებით 164,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ელექტროსადგურის გარშემო 20 კილომეტრის რადიუსზე აკრძალვის ზონა შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოები ამ შემთხვევიდან მალევე დაიწყო, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმეტესობა სახლებში დღესაც არ დაბრუნებულა. ზოგიერთ აღდგენილ რაიონში, სადაც ოდესღაც ათასობით ადამიანი ცხოვრობდა, უკან მხოლოდ რამდენიმე დაბრუნდა. ადამიანების განდაცლილი ქალაქები თუმ და შემზარავ პეიზაჟად იქცა, რომელიც პოსტაპოკალიფსური ფილმის სცენას მოგვაგონებს. კალიფორნიაში მდებარეობს სიკვდილის ველი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება. ეს ადგილი მოჰავეს უდაბნოში, სიერა ნევადას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ წვიმა თითქმის არასდროს მოდის. ივლისში საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 46 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ხოლო 1913 წელს სიკვდილის ველზე დასავლეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი 56.7 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ხეობა ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილია. ის ზღვის დონიდან 86 მეტრით დაბლა მდებარეობს. ასეთ პირობებში გადახურება და გაუწყლოება ადამიანისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ველის დათვალიერებისას მოგზაურები ვალდებულნი არიან თან იქონიონ დიდი რაოდენობის წყალი, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და მზის განდამცავი ტანსაცმელი. ხეობის სახელი 1859 წელს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, როდესაც ამ ადგილას ოქროს მაძიებელთა ჯგუფი დაიღუპა. ამერიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 1000-ზე მეტი ტორნადო ფიქსირდება. ტორნადოების ხეივანის სახელით ცნობილი რეგიონი კი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ის ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებს მოიცავს, მათ შორის ჩრდილოეთ ტეხას, ოკლაჰომას, კანზას, ნებრასკას, სამხრეთ დაკოტასა და კოლორადოს. ამ ადგილას ტორნადოების დიდი რაოდენობის წარმოქმნის მიზეზი გეოგრაფია. სწორედ აქ ეჯახება მექსიკის ყურიდან მომავალი თბილი ჰაერი ჩრდილოეთიდან მომავალ ცივ და მშრალ ჰაერს, რაც არასტაბილურ ატმოსფეროს ქმნის. აპრილიდან ივნისამდე რეგიონში ტორნადოების პიკური აქტივობა. ამ პერიოდში ტორნადოებზე მონადირეები მთელი მსოფლიოდან იმედით ჩამოდიან, რომ ისინი ამ გამანადგურებელი სტიქიური მოვლენის ახლოდან ნახვა შეძლებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ტორნადოების საფრთხე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ქალაქებს მკაცრი სამშენებლო რეგულაციები აქვთ, ხოლო საცხოვრებელი სახლების უმეტესობას მიწისქვეშა თავშესაფარი აქვს. თუმცა ამ ზომების მიუხედავად, სტიქია კვლავ არაპროგნოზირებად ირჩება. 2022 წლის გაზაფხულზე კანზასის შტატის ქალაქ ანდოვერში ძლიერმა ტორნადომ რამდენიმე წუთში 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ მეკობრეები წარსულს შაბარდნენ და მათი ნახვა დღეისათვის მხოლოდ ფილმებში შეგვიძლია, მაგრამ 21-ე საუკუნეში გემებს მეკობრეებთან გამკლავება კვლავ უწევთ. 2000-იან წლების დასაწყისში მსოფლიო მეკობრეობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. არაბეთის სხვა გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც ის სპარსეთის ყურიდან ევროპაში ნავთობის გადაზიდვის მარშრუტს წარმოადგენს. სწორედ ამით ისარგებლეს სომალიდან ჩამოსულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა. აფრიკის ამ ღარიბ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ადგილობრივთა უმეტესობისთვის მეკობრეობა გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარ-მტყორცნებით შეიარაღებულმა მეკობრეებმა სავაჭრო გემებსა და ტანკერებს სწრაფმავალი ნავებით შეუტიეს. ეკიპაჟის დატყვევების შემდეგ ისინი გამოსასყიდს ითხოვდნენ. კრიზისის დროს მეკობრეებმა ათობით გემი გაიტაცეს და უამრავი მეზღვაური მოკლეს. ზოგჯერ მეკობრეების შემოსავალი სომალის ერთი წლის მთლიან შემოსავალს აღემატებოდა, ხოლო 2010 წელს მეკობრეების მიერ მიყენებული გლობალური ეკონომიკური ზიანი $8 მილიარდს შეადგენდა. საზღვაო ძარცვის ტალღა 2012 წელს
სწორედ მას შემდეგ შეჩერდა, რაც საერთაშორისო საზღვაო ძალებს სომალის ტერიტორიულ წყლებში შესვლისა და მეკობრეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება მიეცათ. ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ფრეიზერის კუნძული კიდევ ერთი ადგილია, სადაც ბუნება საკუთარი წესებით ცხოვრობს. აქ არსებული უნიკალური ეკოსისტემა 100,000 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ფრეიზერის კუნძული ათობით სახეობის ძუძუმწოვარის, ასობით სახეობის ფრინველისა და თითქმის 100 სახეობის ქვეწარმავლის სახლია. თუმცა კუნძული ყველაზე მეტად ველური დინგოებითაა ცნობილი. მათი პოპულაცია დაახლოებით 200 ინდივიდს წარმოადგენს. შინაურ ძაღლებთან მსგავსების მიუხედავად, დინგოები გარეული მტაცებლები არიან, რომლებიც შესაძლოა ადამიანებს თავს ნებისმიერ დროს დაესხნენ. მექსიკის ქალაქ ნაიკას ქვეშ დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავე დროს ყველაზე საშიში ადგილი კრისტალების მღვიმე მდებარეობს. ის 2000 წელს მაღაროელებმა აღმოაჩინეს. გამოქვაბულს ყველა მიმართულებით მზარდი გიგანტური სელენიტის კრისტალები კვეთს. ამ კრისტალებიდან ყველაზე დიდი სიგრძეში 11 მეტრს, ხოლო სიგანეში 4 მეტრს აღწევს. თუმცა მღვიმე ადამიანებისთვის საშიშია. ამ ადგილას ტენიანობა 100%-ია, ხოლო ტემპერატურა 58 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. სპეციალური გამაგრილებელი აღჭურვილობითაც კი ადამიანს აქ 20 წუთზე მეტ ხანს გაჩერება არ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ფილტვები წყლით აივსება. კრისტალების მღვიმე არის ადგილი, სადაც ბუნებრივი სილამაზე სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხესთან თან არსებობს, რაც შეხსენება იმისა, თუ რამდენად დაუცველები არიან ადამიანები დედამიწის ძალების მიმართ. დუღარე ტბა დომინიკის ეროვნული პარკის ტროპიკულ ტყეებში მდებარეობს. ტბამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, რომლის დროსაც დაახლოებით 13 კილომეტრიანი ბილიკის დაფარვა მოგიწევთ. ბილიკი ხეობებში, მდინარეებსა და გოგირდის წყაროების სიახლოვეს გადის. ტბა მონაცრისფრო, უშტუკებიანი მდუღარი წყლით სავსე ქვაბს მოგაგონებთ. წყლის ტემპერატურა 92 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ცხელი ჰაერი გოგირდის ორთქლითაა გაჯერებული, რასაც ადამიანის კანისა და თვალების დაზიანება შეუძლია.